მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კვლავ მადლობას გამომხატავ თვითვეული თქვენგანის მიმართ. იმისთვის რომ ხართ ჩემთან, იმისთვის რომ ხართ ჩემი მსმენელი, თვითვეულ კომენტარისთვის და უკავშირისთვის უდიდეს მადლობას გეტყვით და კვლავ გთხოვთ იაქტიუროთ, რადგან ჩვენ შორის იყოს ბალანსი. გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები. დღეს კი მინდა უკონტაქტო ურთიერთობაზე გავაკეთო გაშლა და ვიკითხო, რატომ არ გამოდის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. მოდი ვნახოთ. რატომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე? თავდაცვის პოზიციაშია მაშკარად ადამიანი. კარგი, ვნახოთ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი მოდი იყოს ამეთ ვისტო. პირველი ვარიანტი იყოს ამეთ ვისტო და მეორე ვარიანტი იყოს ეს მისტიური ლაბრადორიტი. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, დახუჭეთ თვალები, შეიგრძენით ეს ადამიანი და აუცილებლად ინტუიციურად მიხვდებით თუ რომელი ვარიანტია თქვენი. მეორე ვარიანტი გადავდოთ და პირველ ვარიანტს მოგესალმებით, ვინც ამეთ ვისტო აირჩია. რატომ არ გამოდის ეს ადამიანი? საკმაოდ ძლიერი, მამაკაცური ადამიანი და ჯიუტი ადამიანი წარმოგვიდგა აქ. ადამიანი, რომელიც დაკავებულია აქტიურად თავისი საქმეებით, მიზანმიმართულად მოქმედებს, სტრატეგიულად მოქმედებს, არის ძალიან ჯიუტი და საქმე იქითკენ მიყავს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. ადამიანი არის ასეთი, რომ არის მხოლოდ მის მხარეზეა სიმართლე და არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე და ისიც მის მხარეზეა. ადამიანი არის ძალიან მიზანდახსახული სტრატეგი, შეიძლება საკმაოდ წამყვან პოზიციაზე მუშაობდეს სამსახურში, ლიდერი იყოს, შეიძლება ეს პოლიცია, საჯარო მოხელე იყოს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი არის ნამდვილად შემდგარი, პროფესიონალი, მაგრამ თუ ურთიერთობაში გადავიტანთ, არის ძალიან ჯიუტი ადამიანი ურთიერთობაში, არის ერთპიროვნულობის მოყვარული, აი რო იტყვის, всё, იქ მთავრდება ბეჭედი დასვა და მორჩა და განხილვას არ ექვემდებარება და ასე ვთქვათ, ძალიან მტკიცე ადამიანთან გვაქვს საქმე. რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? ეს ადამიანი წავიდა მეგობრებო, რადგან რაღაც დიდი პასუხისმგებლობები ჰქონდა. შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს ისეთი პასუხისმგებლობები, რომლის შესრულებაზეც არის ახლა ორიენტირებული, თუმცა ძალიან დაიღალა აი ამ ყველაფრით, საკმაოდ ბრძენი ადამიანიც არის. შეიძლება ძალიან დაიღალა აი ამ ყველაფრით და გადაწყვიტა ახალი გეგმებით სხვა ნაპირისკენ წასვლა, სადაც ფიქრობს, რომ უკეთესი მომავალი ეგულება და ელოდება მას. ნახოთ, რატომ არ გამოდიხარ კიდევ კონტაქტზე? კრიზისული სიტუაცია აქვს მეგობრებო ამ ადამიანს. შეიძლება სამსახურშიც ცოტა კრიზისული პერიოდი უდგას,
და აი ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახლა და მგონია რომ ეს ადამიანი სრულიად გადართულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? თუმცა რაღაც გაურკვევლობა არის აქ. შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი ასაკით უფროსიც არის, პლუს მინუს 7 წელი იყოს სხვაობა თქვენ შორის, მაგრამ აქ მე ვხედავ რაღაცას ბურუსით მოწულ, შეიძლება ეჭვიანობა არის, რაღაც გაურკვევლობა არის, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ ხედავ წეღან დეფიციტი ვახსენე, რაღაც უკმარისობა აქვს თქო ადამიანს და აქ შეიძლება გრძნობების უკმარისობაც იყო უკვე თქვენ შორის და სწორედ ამიტომ მეორე ვარიანტად შეიძლება ეს განვიხილოთ, რომ აი ეს გაურკვეველი სიტუაცია, გრძნობების ნაკლებობა ის უკვე აღარ აკმაყოფილებდა ამ ადამიანს და გადაწყვიტა, რომ ახალი ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება, თუმცა არის რაღაც დიდი მიზიდულობა თქვენ შორის, მიჯაჭვულობა, არაჯანსაღი და რაღაც რთული პერიოდი ნამდვილად არის აქ განვლილი თქვენს შორის. დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს, რამდენად რეზონირდა, ძალიან მაინტერესებს და პირველებო დაგელოდებით მე თქვენ კომენტარებში. დაგემშვიდობებით და განვიხილოთ მეორე ვარიანტი. მეორეებო, ალბათ თქვენთან რა ხდება? ვინც ულამაზესი ლაბრადორიტი აირჩიეთ, ნახოთ ლაბრადორიტებო. რატომ არ გამოდის კონკრეტული პიროვნება ახლა კონტაქტზე? ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ძალიან ცუდი მძიმე პერიოდი გაიარა ამ ადამიანმა, ძალიან ცოტა ხნის წინ. გაიარა სრული ნგრევა, შეიძლება კრახი ჰქონდა ცხოვრებაში და შეიძლება ეს თქვენი ურთიერთობაც მოიაზრებოდეს აქ და ახლა განიცდის აი იმ რეაბილიტაციის პერიოდს, აი ამ რთული პერიოდიდან გამოსulis დრო დაუდგა ამ ადამიანს და ერთგვარ ბალანსშია ახლა, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, განიკურნოს აი იმ სირთულეებისგან და როგორც ბავშვი იდგავს ფეხს თავიდან, აი ასე აუწყოს ცხოვრებას ფეხი და ახლა არის სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი სიმშვიდეს ეძებს მარტო ყოფნას და რაღაც მომენტში თავის თავს უქმნის იმ პირობებს, რომ განიკურნოს აი ამ რთული პერიოდისგან და აღიდგინოს ძალები. რატომ არ გამოდის კონკრეტული ადამიანი კონტაქტზე? საშინელი გულის ტკივილი აქვს ამ ადამიანს, შეიძლება ოჯახიც იყავით, ან ძალიან დიდი პერიოდი გაატარეთ ერთად და აქ არ არის 2 თვის და 3 თვის ურთიერთობა, აქ ნამდვილად საკმაოდ დიდი დრო გაქვთ, თუ ცოლ-ქმარი არ ხართ და ოჯახი არ გაქვთ, არ გქონდათ, აუცილებლად გექნებოდათ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა, ძალიან გულნატკენია კვლავ, თუ ასევე შეიძლება ოჯახში რაღაცით იმედგაცრუებულია და ძალიან შეიძლება ვიღაც გარდაეცვალა ოჯახში ამ ადამიანს, არ გამოვრიცხავ და რთული პერიოდი აი ამასაც უკავშირდებოდეს. მე ძალიან ბევრ ვარიანტებს ვაჟღერებ აქ, ყველა ინფორმაცია რაც მოდის ვაჟღერებ, რადგან ბევრი ხართ და ყველაზე ვერ მოერგება, აქედან გამომდინარე რა ინფორმაციაც მოდის, მე გიჟღერებთ და ყველამ თქვენი სიტუაცია აიღეთ და გაიაზრებთ, მეგობრებო.
იმედგაცრუება დატკივილი კვლავ არის ამ ადამიანის ცხოვრებაში, რის გამოც ეს ადამიანი ჯერჯერობით არ არის მზად, რომ გამოვიდეს კონტაქტზე. რატომ არ გამოდის კონტაქტზე? დავაკონკრეტოთ კიდევ. ადამიანს იმედი ქონდა, შეიძლება ადამიანს სამსახურშიც პრობლემები ქონდა, იმედი ქონდა, უკვე მიღწეული ქონდა შეიძლება წარმატებისთვის, უკვე ფინიში იყო გასული და შეიძლება ამ ადამიანს უღალატეს, შეიძლება მოატყუეს, იმედი გაუცრუეს. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი იდგა და ჯერ კიდევ დგას. ძალიან დიდი მიღწევები გაუნულეს ამ ადამიანს, გაუნულდა, შეიძლება თქვენს ურთიერთობასაც ეხებოდეს და შეიძლება რაღაც ტყუილიც იყო ურთიერთობაში და რასაც ეს ადამიანიც განიცდის. შეიძლება მისი მხრიდან იყო რაღაც ფარისევლური ქცევა თქვენს მიმართ და ამას განიცდიდეს. როგორც გითხარით, ყველა ვარიანტს გაგიჟღერებთ მე. რატომ არ გამოდის კონტაქტზე ეს ადამიანი? ეს ადამიანი ემზადება დიდი ტრამპლინისთვის და გეტყვით, რომ რაღაც მომენტში გრძნობებს ახლა კეტავს და გულის მაგიერ მომართულია ტვინი ამ ადამიანის და რაღაც მომენტში გრძნობებს ბოჭავს, თავის თავს ჯობნის, ასე ვთქვათ, თავის გულს ჯობნის და აქ ის მომენტია, როდესაც მართლა გულს და გრძნობებს ტვინი და ლოგიკა სჯაბნის. ნამდვილად ამ ადამიანს სურს, რომ იყოს წარმატებული, წარმატებით გავიდეს ასპარეზზე და მოდი ვნახოთ კიდევ. ყოველ შემთხვევაში ამხრუჭებს, გრძნობებს ეს ადამიანი თქვენს მიმართ და ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე, თუმცა რეალურად გრძნობებს ვხედავ აქ. შეიძლება უახლოეს მომავალში, უახლო წინა პერიოდში რაღაც პატარა შეხვედრა ან შემთხვევითი კონტაქტი იყო, ეს დაგეგმილი კონტაქტი არ არის და ეს ადამიანი მიხვდა, რომ თქვენ კვლავ გააქვთ ამ ადამიანის მიმართ გრძნობები და ერთგვარად გამარჯვებულად იგრძნო თავი, თვითკმარად იგრძნო თავი და თვითშეფასება აუმაღლდა, რომ იგრძნო თქვენგან ის ემოციები კვლავ. და თუ იგრძნო ეს ემოციები თქვენი მხრიდან, შეიძლება არც იყო კონტაქტი თქვენ შორის, მაგრამ ეს ადამიანი შინაგანად გრძნობს თქვენს ენერგიას და ტელეპათიურად გრძნობს, რომ თქვენ კვლავ გაქვთ მის მიმართ გრძნობები და რაღაც მომენტში სიამაყით აავსებს. და მაშინ რატომ არ გამოდის კონტაქტზე? თუ ასია. ჯერჯერობით კვლავ სურს შეინარჩუნოს ამ ადამიანმა ის პოზიცია, სადაც ახლა არის. ეს ადამიანი გრძნობებში ისევ სიძუნწით იქნება და არ ფიქრობს, რომ თავს ძალა დაატანოს და გამოვიდეს კონტაქტზე, რადგან იცის, რომ თუ კონტაქტზე გამოვა, შეიძლება უკვე გრძნობების დამალვა გაუჭირდეს და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი უკონტაქტობის იყოს ის, რომ არ გამოაშკარაოს თავის რეალური გრძნობები თქვენს მიმართ. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. მე ყველას მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი, პირად კონსულტაციაზე კი შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. დროებით.